აშშ-ს საზღვაო ქვეითები და პარაშუტისტები მიემგზავრებიან სპარსეთის ყურის რეგიონში. ის, რაც ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში დამანგრეველი საჰაერო დათმების სერია დაიწყო, ახლა უკვე სახმელეთო კამპანიის საწესებად გამოიყურება. აშშ-ს ემზადება ირანში სახმელეთო შეჭრისთვის, ხოლო თეირანის რეჟიმი აბსოლუტურად მოუმზადებელია. სახმელეთო შეჭრა ყველაფერს შეცვლის და ის, რაც შემდეგ მოხდება, დაუჯერებელი იქნება. ირანისკენ მომავალი ძალები აშკარად მიუთითებს, რომ სახმელეთო შეჭრა გარდაუვალია. The Telegraph იტყობინება, რომ აშშ-მ ელიტარული 82 საჰაერო სადესანტო დივიზიიდან დაახლოებით 2000 ჯარისკაცი გაგზავნა სპარსეთის ყურეში და ისინი ამჟამად მათ უერთდებიან დაახლოებით იგივე რაოდენობის აშშ-ს საზღვაო ქვეითები, როგორც 31, ასევე 11 საზღვაო ექსპედიციური დანაყოფებიდან MEU, რომელთაგან პირველები სავარაუდოდ მარტის ბოლოსკენ უნდა ჩავიდნენ სპარსეთის ყურეში. ეს ყველა დანაყოფი სპეციალიზებულია სახმელეთო ოპერაციებში. განსაკუთრებით კი საზღვაო ექსპედიციური დანაყოფები ხშირად პირველები არიან, ვინც აშშ-ს სახმელეთო შეჭრის დაწყებისას მიდიან. ისინი სწორედ ამ როლს ასრულებდნენ, როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში. და ახლა ნიშნები მიუთითებს, რომ შესაძლოა იგივე გააკეთონ ირანშიც, რადგან აშშ-ს თეირანის გარშემო 6000-ზე მეტ ელიტურ ჯარისკაცს აგროვებს. ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ჯარი მალე ადგილზე შევა. ეხლა ეს ყველაფერი შეცვლის ირანისთვის და რეჟიმიც ამას კარგად იცის. აიდათო ხედავთ ირანის რეჟიმისგან სასოწარკვეთის სერიოზულ ნიშნებს, რომლებიც ერწყმის მცდელობებს, რომ მოემზადონ იმ შესაძლებლობისთვის, რომ მათ მოუწევთ აშშ-ს ჯარისკაცებთან გამკლავება საკუთარ ტერიტორიაზე უფრო მალე ვიდრე გვიან. კარგის კუნძული ყველაზე ნათლად აჩვენებს ამ ზადების ნიშნებს. ასევე მიგვანიშნებს იმ 4-დან ერთ-ერთ გზაზე, რომლითაც ჩვენი აზრით აშენ-სასეჭო შეიძლება შეეცადოს ირანზე სახმელეთო თავდასხმას. იერუსალიმ პოსტისა და CNN-ის მიხედვით, ირანის რეჟიმი სასწრაფოდ ცდილობს გაამაგროს კარგის კუნძული, იმის მოლოდინში, რომ აშშ-ს იქ განათავსებს თავის საზღვაო ექსპედიციურ დანაყოფებსა და პარაშუტისტებს. მათგან პირველმა 26 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი აქტიურად აწყობს მახეებს მთელ კუნძულზე და რომ მან სამხედრო პერსონალიც და საჰაერო თავდაცვის სისტემებიც გადაიყვანა ამ პატარა კლდოვან კუნძულზე, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ირანის ნავთობის ხაზში, რაც ეხმარება ქვეყნის რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნებაში. CNN-იც დაახლოებით იმავეს ამბობს და ასევე არნიშნავს, რომ ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% სწორედ ამ ერთ კუნძულზე გადის. ამიტომ რეჟიმს ძალიან აშკარა სურვილი აქვს დაიცვას იგი. კარგის გარეშე ნავთობის ფულის ნაკადიც ხდება და ჰორმუზის სრუტე დაუცველი ხდება. CNN-ის ინფორმაციით, კუნძულზე ანტიტანკური და ანტიპერსონალური ნაღმებია განთავსებული, რომელთაგან ბევრი ნაღმი, როგორც იუწყებიან, სანაპირო ზოლებზეა ჩაფლული, რომლებიც აშშ-ს ამფიბიურ დესანტს გარდაულად უნდა გადაელახა. ირანის პრობლემა კარგის კუნძულთან ის არის, რომ ამ მნიშვნელოვანი კუნძულის სამხედრო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია აშშ-ში საჰაერო დათმების შედეგად. რაც ახლა კუნძულზე ჩანს, არის სასოწარკვეთილი მცდელობა გააძლიერონ სამხედრო ძალა, რომელიც აშშ-ს მტკიცებით უკვე განადგურებულია. 13 მარტს აშშ-მ სულად გაანადგურა კუნძულის სამხედრო ობიექტები, განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. იმ დღეს ირანმა დაკარგა რაკეტების საცავი ბუნკერები და საზღვაო ნაღმების საცავი ობიექტები, რომლებიც ორივე გადამწყვეტი იქნებოდა ირანისთვის ნებისმიერი თავდაცვისას, რომელსაც ის ამერიკის ამფიბიურ ძალებთან წინააღმდეგობის გაწევას შეეცდება. საჰაერო თავდაცვის სისტემები, ვერტფრენების ჰანგარი და აეროპორტის საკონტროლო კოშკიც შეტევის სამიზნე გახდა. ეს აშკარად მიზნად ისახავდა ირანის სამხედრო ძალების დასუსტებას კარგის კუნძულზე. შესაძლოა მანამდე სანამ აშშ-ის ჯარები, რომლებიც ახლა სპარსეთის ყურის რეგიონში მიემართებიან, კარგის კუნძულზე დადგამდნენ ფეხს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შესაძლებლობაა. არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, რომლებზეც მოგვიანებით ვისაუბრეთ. მაგრამ ირანის სასოწარკვეთა ასევე ჩანს იმაში, თუ როგორ ეკიდება მოლაპარაკებებს აშშ-სთან, რაც შეიძლება დასრულდეს ოპერაცია ეპიკური რისხვა. არ არის ნათელი საერთოდ მიმდინარეობს თუ არა ეს მოლაპარაკებები, რადგან აშშ ამტკიცებს, რომ ისინი მიმდინარეობს, მაშინ როცა ირანი ამბობს, რომ აშშ თავის თავთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რასაც მოხდა ირანის რეჟიმის განცხადება, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკების განზრახვა არ აქვს. ეხლა ეს ყველაფერი თამაშებს გავს, რომელსაც თამაშობს რეჟიმი, რომელიც აშკარად შეშფოთებულია იმით, რომ აშშ აპირებს ოპერაცია ეპიკური რისხვა ახალ დონეზე გადაიყვანოს და დონალდ ტრამპი აშკარად გაღიზიანებულია ამ ყველაფრით. დონალდ ტრამპმა 26 მარტს Truth Social-ის პლატფორმაზე დაწერა: ირანელი მომლაპარაკებლები ძალიან განსხვავებულები და უცნაურები არიან. ისინი გვემუდარებიან, რომ შეთანხმება გავაფორმოთ, რაც მართებულიცაა, რადგან ისინი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულები არიან და დაბრუნების შანსი ნულოვანია. და მაინც ისინი საჯაროდ აცხადებენ, რომ მხოლოდ ჩვენს წინადადებას განიხილავენ, არასწორია. ტრამპა შემდეგ დაამატა, რომ ირანის რეჟიმმა სერიოზულად უნდა მოეკიდოს საკითხს, სანამ ძალიან გვიან არ არის, რადგან თუ ეს მოხდება, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იქნება და ეს სასიამოვნო არ იქნება. ეხლა ირანს უფრო მკაფიო გაფრთხილება ვეღარ ექნება. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეჟიმი ცდილობს ისე მოიქცეს თითქოს მოლაპარაკებებში, რომლებიც თითქოს არც კი მიმდინარეობს, ძლიერი პოზიციიდან მოქმედებს, კარგის კუნძულის გამაგრება აშკარა ნიშანია იმისა, რომ ძალიან ღელავს იმაზე, რასაც აშშ ეხლა მისკენ აგზავნის. 6000-ზე მეტი საზღვაო ქვეითი და პარაშუტისტი მოდის, მაგრამ ის, რაც შემდეგ შეიძლება მოხდეს, ყველას, განსაკუთრებით ირანის რეჟიმს, სულიად მოულოდნელად დაატყდება თავს.
კარგის კუნძული შეიძლება საერთოდ არ იყოს სახმელეთო შეჭრის სამიზნე. სინამდვილეში ამ კუნძულის შეტევა მხოლოდ 4 შესაძლო გზიდან ერთ-ერთია, რომელსაც აშშშ-ში შეიძლება მიმართოს, თორსა სახმელეთო ძალების შეყვანა გარდაუვალი ხდება. პირველი სცენარი, რომელსაც განვიხილავთ, საერთოდ გამოტოვებს კარგის კუნძულს. ამერიკის გეგმა შეიძლება იყოს ირანის ბლოკადის მოგვარება ჰორმუზის სრუტეში, ვიდრე რეჟიმის დასუსტება კარგის კუნძულზე მდებარე ნავთობის ობიექტებზე შეტევით. ამის განხორციელებისთვის აშშშ-ს მოუწევდა ყურადღება გაემახვილებინა სრუტის სანაპირო რეგიონებზე, ასევე სრულიად სხვა კუნძულზე, რომელიც ირანისთვის შესაძლოა ისეთივე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, როგორც კარგის კუნძული, მაგრამ სხვა მიზეზით, ჰორმუზის ბლოკადის უზრუნველყოფისთვის. თუ ეს მართლაც გეგმაა, არსებობს კარგი მიზეზები, რატომაც აშშშ-ს სურს მისი განხორციელება. ირანის ჰორმუზის ბლოკადამ ფაქტობრივად დახურა წყლის გზა, რომლის გავლითაც მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით 20% გადის, რომლის დიდი ნაწილი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაა, რომლებიც ირანის მოკავშირეები არ არიან. მიჩნეულია, რომ ირანმა ნარმები ჩაყარა იმ სრუტეში არსებულ საზღვაო მარშრუტებზე, ხოლო ბლოკადის შედეგად ნავთობის ფასმა დაახლოებით $100-მდე აიწია ბარელზე. ამ ბლოკადის მთავარი ასპექტი ირანის ასიმეტრიული მიდგომაა. ირანი არ აგზავნის სამხედრო გემებს ჰორმუზის სრუტეში. ისინი ადვილი სამიზნეები იქნებოდნენ ამერიკის უზარმაზარი საჰაერო ძალისთვის. ამის ნაცვლად ირანი იყენებს დრონების, გემსაწინააღმდეგო რაკეტებისა და სწრაფი ნავების კომბინაციას, რათა ჰორმუზის სრუტის გადაკვეთა ძალიან სახიფათო გახადოს ნებისმიერი სავაჭრო გემისთვის, რომელიც ჩვეულებრივ ამ წყლის გზას იყენებდა. და სწორედ აქ ერთვებიან საქმეში აშშშ-ის სახმელეთო ძალები. ირანს შეუძლია ჰორმუზის სრუტეზე ესეთი დიდი კონტროლის განხორციელება, რადგან მისი სანაპირო სრუტის 100 მილის სიგრძეზე გადაჭიმულია. და ამ სანაპიროზე განლაგებულია ფარული სარაკეტო გაშვების ადგილები და დროებითი პორტები, რომლებიც ირანს მის ასიმეტრიულ მიდგომას აძლევს საშუალებას. ამიტომ რაც შეიძლება ვიხილოთ აშშ-ს მხრიდან, არის მისი საზღვაო ქვეითების გადასმა, ან შესაძლოა პარაშუტისტების ჰაერიდან ჩამოსმა, რომლებსაც დაევალებათ ჰორმუზის სრუტის სანაპიროზე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების დაკავება ან განადგურება, რითაც ირანს წართმევენ ამ ობიექტების ბლოკადისთვის გამოყენების შესაძლებლობას. და შემდეგ მოდის ის კუნძული, რომელიც ადრე ვახსენეთ. ეხლა ქეშიმი არის კუნძული, რომელიც ჰორმუზის სრუტეს გადახურებს. ეს არის ყველაზე დიდი კუნძული მრავალ კუნძულს შორის, რომლებიც სპარსეთის ყურის რეგიონში მდებარეობს. თუმცა დაახლოებით 130 კილომეტრის სიგრძით, ანუ დაახლოებით 80.7 მილი, ის ნამდვილად მოწყვლადია სახმელეთო კამპანიისთვის. ეხლა შეიძლება გაიფიქროთ, რატო უნდა ედარდოს აშშ-ს საერთოდ? მით უმეტეს, რომ ქეშიმი უფრო ცნობილია თავისი მწვანე მცენარეულობითა და ველური ბუნებით, რის გამოც ირანმა 2007 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოითხოვა მისთვის. მაგრამ ამ პოპულარული ტურისტული ადგილის უგილის უკან იმალება საიდუმლოებები, რომელთა გამჟავნებაც ირანს არ სურს. ეხლა როგორც ტელეგრაფი წერს, მარილის ღვიმეებისა და მანგროს ტყეების ქვეშ, რომლებმაც ქეშიმი დიდი ხანია ტურისტულ ცენტრად აქცია, ღრმად არის დამალული საიდუმლოებები. არის მიწისქვეშა სარაკეტო ქალაქი, სადაც ირანმა დააგროვა იარარი, მათ შორის ანტიგემის ტიპის საბრძოლო მასალები, რომლებსაც ის ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემების სამიზნედ იყენებს. ამ სარაკეტო ქალაქში ზოგიერთი გვირაბი 1600 ფუტის სიღრმემდე ჩადის. ასე რომ ირანის იარარი დამალულია კუნძულზე, რომელიც იდეალურად მდებარეობს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მხარდასაჭერად. აშშ-სთვის კი სახმელეთო ოპერაცია ამ კუნძულზე დიდი დახმარება იქნებოდა ჰორმუზის პრობლემის გადაჭრისას. საჰაერო დათმობის შემდეგ 822 საჰაერო დესანტის დივიზია შეძლებდა პარაშუტისტების გადასხმას ქეშამის კუნძულზე, სადაც ისინი დაიკავებდნენ სამხედრო ობიექტებს და მიიტანდნენ იერიშ ირანის მიერ კუნძულის ქვეშ აშენებულ გვირაბების ქსელზე. ამას თუ დავუმატებთ ემიუს იერიშებს სანაპირო სამხედრო ობიექტებზე და 10 შეტევით გადაფრენებს ჰორმუზის სრუტეზე, აშშ-ს შეიძლება კონდეს სამხედრო პასუხი ჰორმუზის პრობლემაზე. ასე რომ ეს არის ერთი შესაძლო მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება მოხდეს შემდეგ, როდესაც ამერიკის სახმელეთო ძალები პერსიის ყურის რეგიონში მივლენ. მაგრამ შემდეგი სტრატეგია უფრო ბუნდოვანია და ნამდვილად არ აქვს ის პირდაპირი გზა გამარჯვებამდე, რაც პირველ სტრატეგიაში ვნახეთ. მაგრამ სანამ ამას მივადგებით, სწრაფად შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ჯერ არ გაქვთ გამუტარა, ეხლა იდეალური დრო დააჭიროთ ამ რილაქს. მეორე შესაძლებლობა ის, რომ აშშ იწყებს სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერატივების გაგზავნას ირანში, მიზანმიმართული მისიებისთვის, რაც შეიძლება მოიცავდეს სამხედრო ობიექტების განადგურებას ან მნიშვნელოვანი პერსონალის დაკავებასაც კი. და ეს იჰუდ ალამის თქმითაა, რომელიც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ოფიციალური პირია. თუმცა ალამი აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტის დაცვა აშშ-თვის ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი ჩანს. შეიძლება მოვიდნენ და აიღონ კონკრეტული ობიექტი, გაანადგურონ ირანული რადარი ან რაიმე ირანული ობიექტი. ტყვედ წაიყვანონ რამდენიმე გენერალი. ამ შემთხვევაში განსხვავება იმაში იქნება, რომ აშშ-ში უფრო მეტად ირანის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტებაზე იქნება კონცენტრირებული, ვიდრე პოზიციების დაკავებასა და შენარჩუნებაზე. პატარა ოპერაციული ჯგუფები ნამდვილად შეძლებენ აქ როლის შესრულებას. რაც შეეხება ლიდერების გამოყვანის საკითხს, ჩვენ ბოლო პერიოდში ვიხილეთ, რომ აშშ-ში მსგავსი ოპერაციების განხორციელება შეძლო. ხოლო იანვარში ამერიკულმა სპეციალურმა ძალებმა ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გამოყვანის ოპერაციით დააკავეს, რომელიც კარაკასის გულში ღრმად შეიჯა. ასე რომ აშშ-ს აქვს ლიდერების დაკავების შესაძლებლობები.
ეხლა სხვა საკითხია, შეძლებენ თუ არა ლიდერების დაკავებას ირანში გაგზავნილი საზღვაო ექსპედიციური დანაყოფები და პარაშუტისტები. არც ერთი ასეთი დანაყოფი ამ მიზნისთვის არ არის შექმნილი, თუმცა პარაშუტისტებს ნამდვილად შეუძლიათ სამხედრო ობიექტების დასუსტებაში დახმარება, ალბათ შემდგომი ავიადარტყმებისთვის მოსამზადებლად. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რამდენად სასარგებლო იქნებოდა ამ ეტაპზე ირანის რომელიმე ლიდერის გამოყვანა. ოპერაცია ეპიკური რისხვა და ოპერაცია მბრძვინავი ლომი უკვე პირველივე დღეს გაანეიტრალეს ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი, ხოლო მას შემდეგ ათობით სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა ლიკვიდირებულია. შეიძლება ითქვას, რომ ირანელი ლიდერის, მაგალითად ალი ხამენეის შვილისა და ახალი უზენაესი ლიდერის მუთაბა ხამენეის გამოყვანამ შეიძლება აშშშ-ს მოლაპარაკებებში გარკვეული უპირატესობა მისცეს. მაგრამ ასევე მოსალოდნელია, რომ ირანი გააგრძელებს მოქმედებას კახლეჩილი ხელმძღვანელობით, ზუსტად ისე, როგორც ოპერაცია ეპიკური რისხვის განმავლობაში იყო. ეხლა ირანში სამხედრო ობიექტებზე ცალკეული დარტყმები შესაძლებელია. ლიდერების ამოყვანა ალბათ ნაკლებად, განსაკუთრებით იმ საკუთრებით ინძალების ტიპებით, რომელსაც აშშ-ში აგზავნის სპარსეთის ყურის რეგიონში. და ეს გვიყვანს მესამე ვარიანტამდე, რაც თავის მხრივ ისევ კარგის კუნძულზე გვაბუნებს. ეხლა ჩვენ უკვე შევეხეთ კარგის კუნძულზე სახმელეთახმელეთო ძალების განთავსების სარგებელს. პირველ რიგში ეს კუნძულია, რაც იდეალური ტერიტორია საზღვაო ექსპედიციური დანაყოფებისთვის და შეიძლება გახდეს სამიზნე პარაშუტისტებისთვის, რომლებიც კარგის კუნძულის საკვანძო პოზიციებზე ჩააგდებენ. გარდა ამისა, არსებობს ირანის ნავთობის ექსპორტის 90%-ის საკითხი. თუ აშშ შეუძლია კუნძულის ნავთობის ობიექტების კონტროლი, ირანის ეკონომიკას დაახჭოს, რაც თავის მხრივ მისცემს ბერკეტს, რომ გამოიყენოს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნის იძულებისთვის. ან უბრალოდ გააკოტრებს ირანის რეჟიმს და აიძულებს დანებდეს. ორივე ვარიანტი მისაღებია აშშ-ისთვის. ახლა კარგის კუნძულზე შეჭრა საკმაოდ შესაძლებელია. ყოფილი CENTCOM-ის მეთაური ჯოზეფ ფოთელი ამბობს Warzone-თან საუბარში. ფიქრობ, ისეთ პატარა კუნძულზე, როგორიცაა კარგი ბატალიონის ზომის საზღვაო ქვეითთა ან ჯარისკაცთა ძალა ამას ალბათ შეძლებდა. ასე რომ ალბათ 800-დან 1000-მდე ჯარისკაც დასჭირდებოდა და ახლობით ასეთი რაოდენობა. შეიძლება ოდნავ ნაკლები, მაგრამ ალბათ ბევრად მეტი არა, ამბობს ოტელი. კიდევ ერთხელ, ეს ძალიან გავს საზღვაო ექსპედიციური დანაყოფის ამოცანას და თუ ოტელი მართალია, აშშ-ს აცი დასჭირდებოდა ის 2 ემიუს სრული ძალა, რომელსაც ირანში აგზავნის, რათა კარგის კუნძული აიღოს. თუმცა კარგის კუნძულის აღება არ არის მთავარი პრობლემა. ნამდვილი პრობლემა კი ეს არის. იმ კუნძულის შენარჩუნებაა მთავარი, რომელიც ირანის სანაპიროდან სულ რაღაც 20 მილის მანძილზეა და ადვილად შეიძლება გახდეს სამიზნე ირანული რაკეტსატყორცნებისა და სხვა ტიპის თავდასხმებისთვის ირანის მატერიკიდან. ჟურნალი ატლანტიკი არნიშნავს, რომ ირანთან ასეთი სიახლოვე და ის ფაქტი, რომ უახლოესი მოკავშირეთა ბაზა დაახლოებით 140 მილის მოშორებითაა, პრობლემებს ქმნის. ეს შეიძლება ამერიკის სახმელეთო ძალები ისეთ მდგომარეობაში ჩააყენოს, რომ მათ უწევდეთ კარდედისკეთ კარგის კუნძულის დაცვა მუდმივი თავდასხმების პირობებში და ამავე დროს მომარაგების მისიების შესრულება, რაც თავისთავად დიდ რისკს შეიცავს. დრონები და რაკეტები მუდმივად იფრენდნენ, ხოლო ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა აშშ-ისთვის საჭირო სისწრაფით რთული იქნებოდა. თუმცა ეს პრობლემები გადაჭრადია, განსაკუთრებით თუ აშშ კუნძულის გარშემო ბლოკადას შექმნის და საკმარის საჰაერო თავდაცვას გადაიტანს, რათა მაქსიმალურად დაიცვას იგი ირანის პასუხისგან. თუ ამერიკა ამას შეძლებს, ძალისხმევა შეიძლება ღირდეს, რადგან ირანის რეჟიმი დიდხანს ვერ გაძლებს და იგივე ეხება ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსსაც, თუ მას არ ექნება ცდომა ნავთობის ექსპორტით მიღებულ ფულზე. მიუხედავად იმისა, რომ კარგის კუნძული სამიდან ყველაზე აშკარა ვარიანტია, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-მ უკვე დაარტყა მის სამხედრო ობიექტებს და კვლავ უმყარობს დათმით, არსებობს მეოთხე ვარიანტიც. ირანში შესვლა და მისი ურანის წარება. ეხლა 4 ვარიანტიდან ეს ყველაზე რთული იქნებოდა, რადგან ის გულისხმობს სპეციალური ძალების გაგზავნას ირანის სიღრმეში, რათა ფაქტობრივად აიღონ კონტროლი მიწისქვეშა ბუნკერებზე, სადაც ირანის გამდიდრებული ურანია და დაცული. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე განადგურების ან ამოღების მისია. აშშ-ს დასჭირდებოდა საკმარისი ჯარისკაცები არ მხოლოდ ურანის ობიექტების დასაკავებლად, არამედ მათი შესანარჩუნებლად გარდაუვალი ირანული საპასუხო შეტევების წინააღმდეგაც. როგორც ოტელი აღნიშნავს, ისეთი ობიექტები, როგორიცაა ისფაჰანი და ნათანზი, 100 მილის სიღრმეში მდებარეობს ქვეყნის შიგნით და ძირითადად ღია ველებზეა განთავსებული, რაც პრაქტიკულად არანაირ რელიეფურ დაცვას არ იძლევა. ასეთი ობიექტის დასაცავად საჭირო იქნებოდა საკმაოდ დიდი ძალა, დაახლოებით 1000-დან 4000-მდე ჯარისკაცი, რათა გამდიდრებული ურანის ამოღებამდე საკმარისად დიდხანს შეენარჩუნებინათ კონტროლი. და აშშ-ს ასევე დასჭირდებოდა ინჟინრები და სპეციალისტები, რომლებიც შეძლებდნენ ამ ამოღების უსაფრთხოდ განხორციელებას. ეხლა, ზუსტად ისე, როგორც ირანის ლიდერების მიზანში ამოღების შემთხვევაში, უნდა დაისვას კითხვები, თუ რამდენად არიან საზღვაო ქვეითთა ექსპედიციური დანაყოფები და პარაშუტისტები ასეთი ოპერაციებისთვის შექმნილი. ისინი უფრო Delta Forces ან Navy SEAL-ების საქმე გავს, ალბათ MU-ებისა და პარაშუტისტების მხარდაჭერით. მაგრამ ვინ იცის, ესეთი სპეციალური დანაყოფები შეიძლება უკვე გზაში არიან და აშშ-ში უბრალოდ არავის ეუბნება. რაც აქამდე საჯაროდ გახდა ცნობილი, შეიძლება ძალის დემონსტრირებისთვის იყოს. მაშინ როცა საიდუმლო სპეციალური დანაყოფები გზაში არიან იმ ტიპის მისიების შესასრულებლად, რასაც ის საზღვაო ქვეითები და პარაშუტისტები, რომელთა შესახებაც ვიცით, რომ მიდიან, არ ასრულებენ.
ეხლა თუ ეს არის ის გზა, რომელსაც აშშ შეაერთოს, მასთან დაკავშირებულ დიდ რისკებს შეიძლება დიდი სარგებელიც მოყვეს. ირანის ბირთვული იარაღის პროგრამა იყო ოპერაცია ეპიკური რისკის მთავარი გამომწვევი მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არ მიიჩნევ, რომ ირანს ბირთვული იარაღის შესაძლებლობები აქვს, აშკარად მუშაობს იმაზე, რომ ისეთ პოზიციაში აღმოჩნდეს, სადაც შეძლებს ელემენტარული ბირთვული ბომბის შექმნას. და ეს აშკარად ჩანს იმ გამდიდრებული ურანის უზარმაზარი მარაგიდან, რომელიც ქვეყანაშიაში. იარაღის კონტროლისა და გავრცელებლობის ცენტრის მიხედვით, ეს მარაგი შეადგენს 459,9 კილოგრამს, ანუ დაახლოებით 962 ფუნტ გამდიდრებულ ურანს, რომელიც გამდიდრებულია U-235 იზოტოპის 60%-მდე. ეს არის ის აფეთქებადი იზოტოპი, რომელიც შესაძლებლობას ხდის იმ ტიპის ბირთვული იარაღის შექმნას, რომლის აშენებაც ირანს სურს. და რაც კიდევ უფრო უარესია, ცენტრის თქმით, ირანმა უკვე დაასრულა იმ სამუშაოს 99% რაც საჭიროა ურანის შემდგომი გამდიდრებისთვის, რათა მიაღწიოს U-235-ის 90%-ს, რაც ბირთვული იარაღის შესაქმნელად არის საჭირო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ირანი ამბობს, რომ ბირთვული იარაღი არ აქვს და შეიძლება სიმართლესაც ამბობს, მაგრამ მას შეუძლია მისი შექმნა. და ეს არის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც აშშ შეიძლება შეეცადოს ირანში ჯარისკაცების გაგზავნით, რათა რაც შეიძლება მეტი გამდიდრებული ურანი გამოიტანოს. თუმცა ეს აშშ-ისთვის ერთდღიანი ოპერაცია არ იქნება. აშშ-ს რამდენიმე დღე დასჭირდება ირანის ურანის შეფუთვასა და გადანაზე და ამ დროის განმავლობაში მოუწევს თავისი ჯარისკაცების დაცვა, სანამ ისინი მუშაობენ. ეხლა აქ წარმოდგენილი 4-ვე სცენარი ყველაფერს შეცვლის ირანისთვის და ოპერაცია ეპიკური რისკისთვის. ეს იქნება ესკალაციის ისეთი ტიპი, რომელსაც ირანის რეჟიმი არასდროს ელოდა და თითოეული მათგანი შექმნილია იმისთვის, რომ ირანს წაართვას ის მნიშვნელოვანი ბერკეტები, რომელთა გამოყენებითაც სურს თავის გადარჩენა ამ ბრძოლაში. კარგის კუნძულის დაკარგვა ნიშნავს, რომ ნავთობის ფული აღარ იქნება. აშშ-ის სამხედროების განთავსება ჰორმუზის სრუტე. თუ ლიდერებს გაიყვანენ, ეს აშშ-ს მეტ მოლაპარაკების ძალას მისცემს. და გამდიდრებული ურანის დაკარგვა, რასაც სავარაუდოდ ცენტრიფუგებისა და სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობის კონტროლირებადი განადგურება მოჰყვება, ირანის ბირთვულ გეგმებს სერიოზულად დააზიანებს. ყველა ეს ფაქტორი ირანს რეჟიმის შეცვლასთანაც დაახლოებს. CBN News-თან საუბარში ისრაელის სპეციალური დანიშნულების ძალების საიერეთ მათკალის ყოფილი მოადგილე დორონ კემპელი ამტკიცებს, რომ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის რიგებში სავარაუდოდ არიან გენერლები, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან და მზად არიან განდგომისთვის. ის ასევე ამატებს, რომ როგორც აშშ-ს, ასევე ისრაელს ადგილზე ეყოლებათ ოპერატორები, რომლებიც ღრმა კონსპირაციაში იმუშავებენ, რათა ხელი შეუწყონ ამ განდგომებს. გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის დაშლა გარდაუვალი გახდება, ამ გენერლებს შეუძლიათ თავიანთი ძალები გააერთიანა. მოუსადის და CIA-ის ოპერატორებს შეუერთმენ და შიგნიდან სულმასშტაბიანი შიდა რევოლუცია აგორო, ამბობს კემპელი CBN News-თან საუბარში. შესაძლოა აშშ-ს სამხედროების ადგილზე ყოფნამ სწორედ ეს გადამწყვეტი მომენტი უზრუნველყოს. ეხლა თუ ასე მოხდება, ირანის რეჟიმი ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს არ დაკარგავს, მიუხედავად იმისა, რომელი ვარიანტიც არ უნდა ესჭიოს აშშ-ს. ის ასევე მზად იქნებოდა დაეკარგა ძალაუფლების ის ადგილი, რომელიც 10 წლეულებია უჭირავს. და რაც თითქმის უეჭველად ჩანს, არის ის, რომ ირანის ისტორიაში აშშ-ის ყველაზე მასშტაბური სახმელეთო შეჭრა მალე დაიწყება და ეს შეიძლება ყველაფერს შეცვლიდეს. ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ ამერიკის ემიუები და თუ გსურთ გაიგოთ მეტი იმის შესახებ თუ რა არის ისინი და რა შეძლებენ ირანში, მაშინ ნახეთ ჩვენი ვიდეო. და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რადგან ჩვენ გავაგრძელებთ ამ ამერიკის ნაბიჯების თვალყურის დევნას, როცა ის ოპერაცია ეპიკური რისკის სახმელეთო ფაზაზე გადასვლას აპირებს.